საპროტესტო აქციაზე წიგნით ხელში კითხვის მოყვარულებს ხშირად შეხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო, მოქალაქეებს უწევთ საყვარელი საქმიანობით აქციის პარალელურად დაკავდნენ. წიგნები გეხმარება იმის გააზრებაში, რაც შენ ტკივა ეს უკვე მომხდარა. კიდევ მოხდება სამწუხაროდ და ადამიანებს გადაულახეთ, ადამიანებს ამასთან უბრძოლიათ, ამასთან ერთად ძილი, ცხოვრება, ჭამა, სიყვარული უსწავლიათ და რაღაცნაირად გაუმარჯვიათ კიდევაც ამას და ასე რომ ყველაფერი ეს არის ძალიან ძლიერი მოტივატორი, რომ წიგნში ჩაიხედო და მიხვდე რომ გადარჩები. საქართველოში მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა ბევრ სხვა ასპექტთან ერთად გავლენა მკითხველის არჩევანზეც იქონია. პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც ახლა საქართველოში ხდება, მკითხველის ინტერესი ძირითადად მიმართულია იმ წიგნებზე, რომლებიც დიქტატურასა და ავტორიტარული რეჟიმის შესახებ მოგვითხრობენ. ხატრული ლიტერატურამ აბსოლუტურად გვერდზე გადაინაცვლა და ძირითადად ავტოკრატია, დიქტატურა და მსგავს თემატიკას ვკითხულობ. მსგავსი თემატიკის წიგნების სიუჟეტებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შორის მოქალაქეები ბევრ მსგავსებას ხედავენ. კომუნიზმი და ალბათ დღევანდელობასთან ყველაზე ახლოს ზუსტად ეგ არის. როგორ შეიცვალა ადამიანების ქცევა რეპრესიის დროს, როგორ მივიღეთ კომუნიზმი ადამიანების ზოგადად პასიურობით, რამდენად ვერ გათვალეს სიტუაციის სიმძიმე და ეს ყველაფერი დღესაც გვჭირს. კი, აი ამის კითხვა გჭირდება, იმიტომ რომ იცოდე, რომ ეს თუ ერთხელ დაუშვეს, კიდე შეიძლება განმეორდეს და შენ არ გაქვს უფლება დანებდე, იმიტომ რომ ეს მუდმივად გამეორდება და შენ უნდა შეგეძლოს თქმა, რომ ცადე მაინც, როგორც მინიმუმ ცადე მაინც, რომ არ გამეორებულიყო, არ დაგეშვა არც საკუთარი და არც სხვისი ტანჯვა. მკითხველები საკუთარ არჩევანს ხშირად აჩერებენ ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის წიგნებზე. ავტორი ტოტალიტარიზმის κρიტიკით გამოირჩევა. დღევანდელ მდგომარეობასთან აუცილებლად გაგვახსენდება ორუელის წიგნები. ცხოველების ფერმას დავასახელებდი კონკრეტულად, აი განსაკუთრებით დასასრულს, როცა ეს ღორები, როგორც ემსგავსებიან ადამიანებს და პირიქით ადამიანები ღორებს. ჯორჯ ორუელს მკითხველი იქამდეც არ აკლდა, თუმცა განსაკუთრებით იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როგორც დაიძაბა შემდეგ საქართველოში მდგომარეობა, ამ წიგნის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. მათი ინტერესი ასევე მიმართულია ქართული პროზისკენ და განსაკუთრებით იმ ლიტერატურისკენ, რომელიც რაღაცნაირად საბჭოთა პერიოდს, რეპრესიებს და მის შედეგებზე მოგვითხრობს. კითხულობ წიგნს ბრმაბუ, ირანელი ავტორის სადეყ ჰედაიათის. ეს წიგნი კარგად ეხმაურება ზოგადად დიქტატურას და მე იმას თუ რას განიცდიან დიქტატურაში თითეული მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები და როგორ მიუხედავად საერთო ბრძოლისა, მიუხედავად საერთო მიზნებისა, როგორ მარტო ვართ მაინც რაღაც პირად თუ საერო პრობლემებთან, რომელიც მაინც ინდივიდუალურად გვაწუხებს ყველას და ინდივიდუალური ხედვები გვაქვს ამ საკითხის ირგვლივ. როგორც მარი ჩხაიძე ამბობს, მოვლენები საქართველოშიც ისე რომ არ განვითარდეს როგორც მსგავსი ჟანრის წიგნებში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ემიგრაციიდან დაბრუნდა. ცხოვრობდი იტალიაში და ძალიან დიდხანს უყურე ამას შორიდან. უბრალოდ რაღაც მომენტში ეს რომ ვიჯექი და ვტიროდი კამერის წინ, მივხვდი რომ აი ამას ჯობია წავიდე, იმიტომ რომ აქ მოვკვდები. და 2 დეკემბრის შემდგომ ძალიან დიდი გამონაკლისების და განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა ვდგავარ აქ და ვიცი რომ ყველაზე სწორი რაღაცა, ერთ-ერთი ყველაზე სწორი რაღაცა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. საპროტესტო აქციებზე მკითხველები ყველაზე ხშირად მარია რესას წიგნით ჩნდებიან. ამ წიგნმა განსაკუთრებული ინტერესი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ გამოიწვია და პროტესტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ორთვიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისთვის ახლა ყველაზე აქტუალურია კითხვა: როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? გიორგი ბოლქვაძე, ევრონიუს ჯორჯია.